საქართველოს დაჭირდება ეს ბინები. უნდა ჩამოვიდნენ არაბები, უნდა ჩამოვიდნენ რუსები. ბაბილონის გოდოს გუშენებენ. ეხლა სპორტსმენებს მინდა მიმართო. საპატრიარქოს მინდა მიმართო, სათიხურები თქვენ, ვითომ ღირსების დამცველებო, ვითომ წმინდებო. მამადოროთი, აი ხარ ქვეყანაში პრობლემა მაგას რო დასდევთ. მე თქვენ წარმოვუთხარი ვიღაცებს ამაზე. ეს ნახევარი წლის წინ გამოჩნდა ეს ოფისი და მაშინ უთხარი მივედი საეკლესიო პირებთან და უთხარი დაფიქრდით მეთქი. მამადოროთი რო გახდა პრობლემა. 5,000 კაცი რო ხდება ვიღაცა სპორტსმენს დახრო ამდენი ვარ ჩვენ. დაფიქრდით ხალხო. ევროპაშიო, მუჰამედი არისო, გერმანიაშიო, ხშირი სახელიო. აქ რა არის ხშირი სახელი? აზერბაიჯანში ვაწელი ვიცხოვრებ, ძალიან მიყვარს ეს ხალხი, აზერბაიჯანებზე არაა საუბარი. 400,000 არაბი რომ ჩამოვა, აქ ეგ რა იქნება? ჩვენ ქალებს რომ მიადგებიან ვიღაცა ხურუშიანები, ეგ რა იქნება? გადაძლებულები ესენი. რო ეშინიათ ევროპაშიო, არ გავთხოვდეთო, თავის რაკებს რო ხდებიან, მაგრამ თვითონ მამათ მავლების რო ყავს პარტია გამოდენილი. ქალაქის მერი ვინჩები ფეხებია. ხორდარ სუბარი ვინჩები ფეხებია. საპატრიარქოში ამდენია. ხალხო, მილიონერები რო ყავს, მეუფეები, კათოლიკოსები, ეპისკოპოსები, მილიონერები იარაღებს რო წენდიან. მამადოროთი გახდა ამ ქვეყანაში ხალხო პრობლემა. მე იშვიათად ბრალდები ხალხო ასე ჩემი თავი არ აღზოს ასეთი გაბრალდებული. გულმუცელი ამომიტრიალდა ისეთი გაბრალდებული ვარ, ახლა ის რო დავინახე აქ. ვიღაცები ეკონომისტები იძახდნენ, ჩვენი ხალხი მეკითხები, და ხო არ მეშლება. ბლეფიაო ის არისო. რა ბლეფია ხალხო? დაფიქრით ამაზე კარგად. ძალიან კარგად იფიქრეთ, ბაბილონის გოდოს გვიშენებენ. დავით აღმაშენებელმა ამ ქალაქიდან არაბები გარდევნა 1124 წელს. არაბობას გვიწყობენ ახლა ეს დაბოზრები. ეს იუდები, სამშობლოს გამწითველები.